ნიჭიერის გენერალური სპონსორია ლიბერთი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი. მაღალი 18%-მდე სარგებელი ლარში. ვერთი კასტინგიდან ნიჭიერების უწყვეტი ნაკადი. ნიჭიერი ჩვენ გველოდებით. ეს ორშაბათია. ეს ნიჭიერია. ეს ნიჭიერის მეხუთე კასტინგი. რეგისტრაციის მაგიდასთან გრძელი ნიჭია. ნიჭიერები კი ისევ მოდიან და მოდიან. ამ სეზონზე მონაწილეობის ყველაზე მეტი მსურველია. ჟიური თავისი ადგილი დაიკავა და მთელი დარბაზი ელოდება სცენაზე პირველი კონკურსანტის გამოჩენას. დღევანდელ კასტინგს შრი-ლანკელი მუსიკოსები გახსნიან. გამარჯობათ. გამარჯობათ. ჩვენ არის შრი-ლანკელები სტუდენტები სამედიცინოზე ჯგუფი კვადრა. რა შეგვისრულებთ? ნაკრება. მიბდან. Dilisen bakshi begine Gami twaveli svajaru Penvela chengami game Dame reshen makakacho Kakacho maksheni bagis Giri samsa makakacho Meko vegame migiris Roksa kwaveles vajaru Roksa kwaveles vajaru Shaughino chialu levi balube Ekuje vida salevan mena neba Gilgela shamu prelisheni mevi Sasminu saexi gramame mena deba Shaughino chialu levi balube Ekuje vida salevan mena neba Gilgela shamu prelisheni mevi Sasminu saexi gramame mena deba Sangala gogona, gogoni 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 gogona, gogoni 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 gogona, sangala gogona, sangala gogona, sangala gogona. Bravo! ძალიან ბედნიერი ვარ. იცით რატომ? არა მხოლოდ ჩვენ ლაპარაკობთ ინგლისურად ცუდად ქართველები. არამედ სხვასაც შეუძლია ცუდად ქართულად ლაპარაკოს. კარგი ბიჭები ხარ, ნიჭიერი ბიჭები ხარ. თქვენგან კაი პოზიტიური დამოკიდებულება მოდის და ჩვენი ნიჭიერი ჟიურის წევრები გიждებიან აი ამ დამოკიდებულებაზე ყოველთვის პოზიტივზე. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით გნახავდით მეორე ტურში, ოღონდ იმ დათქმით რომ გააკეთებთ თქვენ მუსიკას, შეიძლება ქართულთან არეულს, მაგრამ უფრო სერიოზულს. შეგეუბნებით კი. თქვენგან ჩემი კი? ჩემი კი? 4 ქართული კი 4 შრი-ლანკელი. წარმატებები მეგობრებო. Thank you very much. შრი-ლანკელების ქართულმა პოპურმა ყველა პოზიტიურ გაწყობაზე დააყენა. აბა გელოდებით. მეორე ტურში გელოდებით. ძალიან მაგრებით. ძალიან მაგრებით. ველოდებით მეორე ტურს და შრი-ლანკურ პოპურს. ნიჭიერის მოსასწრებში ნამდვილი გოლიათი გამოჩნდა. ან დევი ხმათლობაში. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობათ. აბა გაგვაცანით თქვენი თავი. მე ვარ ჯაბა ხოფერია თბილისიდან 17 წლის. რამდენი? 17-ის. 17-ის? აბა რას გაგეკეთებთ? ძალისმიერი შოუ იქნება Strongman-ი. კარგი, აბა წარმატებას გისურვებთ. 17 წელსა ვარ. 17-ის. კითხებავენ, მაინტერესებს.
ვინმე მტაში არ დაუყას. აბა ვინმე მტაში არ დაუყას. აქეთ გორასაც წავკრავ, იქით გორასაც ვასწავლო. რაბე მარცხი არ მოგივიდეს ბიჭო. დავა! 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 ელი როგორაც, ელი. ამას მინ გაიტანს ახლა აქედან. ჯაბა 17 წუთის ამას აკეთებ და 27 წუთის რას უძამ წარმომიდგენელი. ჯაბა ძიმეა ეს ყველაფერი? 120 კილო იყო მესამე. ესა? 350. აბა მეგობრებო, აი ამას რას თუ უყოთ ეგრე? ამას არა. ორივე ერთად. ქვას ავზე, ქვას. ქვას ავზე. არა, მოდი ჯერ ქვა აწიე და შემდეგ აწიე ქვა. აი ქვა. აი მეგობრებო ქვა. მოდი გიორგი მარტო ვერ ვიზა. მუსიკა! მუსიკა! მოდი ბარემ ესეც ავწევ. ვიდი ვიჭერო. ბრავო. არა მოდა გაუპირდა. არა მე გაუპირდა. ბატონო ჯაბა უნიკალური ადამიანი ხარ და მე ამაყებო და გიყურებ და ხვდები რაჯიშის ხარ ჩვენ ყველანი ქართველები და საიდან მოვდივარ და სად წავალ. აი ხარ. თითო შენი ქვის აწევას მე მგონი შეეწირა ყველა ჩვენიერები კარგი გაგები და ყველანი ძალიან ჩავხვდე. მე ის მომეწონა, მე გულით იგულ შემატკივრე. ჯაბა, ბავშვები და რა დიეტაზე ხარ? მაინტერესებს თქვა რამდენ ცა ხინკალს ჭამ? რაც მაგ ყველაფერს ჭამ. მე დავიწყებ ხის მიცემას და გეუბნები კის. აგო. გეუბნები კის. დიდი აგო. მეც გეუბნები კის. აი ხარ. აუცილებლად კი. დიდი აგო. 4 და შემდეგი ტური ჩვენთან. აი ხარ. აი ხარ. ვახ შენ გენაცვალე, ვახ შენ გენაცვალე, გიგილოცო. აუ! რამეგილო მანო? ქვასავით ვარ, ბიჭო, ქვასა.
ეს რითი გაქვთ ისა? რანაირად მოხდება? აი, ქართველობა ხედავ? აიმე, oh my god. 4 კაც კი გაქვთ. ოი, ძალიან სანერვიულო იყო ეს. თითი არ მოიწეწყო კაცო. დევ გმირმა სცენა დატოვა. მის ნაოხარს კიდევ დიდხანს ალაგებდა. მომდევნო ეს ბიჭები არიან. უკვე საინტერესოა რას გააკეთებენ სცენაზე. მე ვარ გიორგი, მე თაზო. ჩვენ ვართ ოპები. You know too much, too much, too much, too much, too much. Much, too much, too much, too much, too much. ჩვენ ნომერი წესი ძალიან საინტერესო უნდა იყოს. Too much, too much. Much, you know too much, too much, too much, too much, too much. Much, too much. ჩვენ გელოდება. აბა თქვენ იცით? ჩვენ გვიტოვებთ ამ ცოტა ხანი. კარგი. სივნიავს არ მივაკარეთ. გამარჯობა. 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 გამარჯობა ძალიან სიმპტომურია თქვენთან დაკავშირებით. ხო იცით რატომაც? კი, მართალია, მაგრამ ჩვენ ბაძავთ იაპონურ გამარჯობას? დაახლოებით. დაახლოებით. ნუ ისინი არიან მოკლედ თქვენი მუზა, ხო, როგორც ხვდები. დიახ. და გასაგებია რაც უნდა გააკეთოთ. დაიწყეთ. კი ბატონო. ალე. გავდით. აბა თქვენი ძმებო. Arigato. Kuzu. გიორგი და თაზო. მე მგონი ძალიან სიმპათიური ადამიანები ხართ თქვენ. მე გამხიარული პირადად, ნუ ეხა იაპონურ დუეტ გამარჯობამდე ძალიან ბევრი გიკლიათ, მაგრამ არის ეს საინტერესო, არის ეს ნიჭიერული.
და იმსახურებ შემდეგ ტურში. მე პირადად დიდი სიამოვნებით ვნახავ. ძალიან პოზიტიურები ხართ, რაც თავარია და ძალიან მაგარი განწყობა მოგაქვთ. თქვენ გიორგი და თაზო ძმები ხარ თუ ბიძაშვილები? არა, უბრალოდ ტყუპები ვართ. აი, ტყუპები? არა. ბოდიში. ძალიან მე ვეთანხმები ყველას რომ ნიჭიერი ხალხი ხართ, მაგრამ მაქვს მთელი რიგი კრიტიკული ამბები, როგორც რეჟისორსა. მოგვაყარეთ ბატონო. მოგაყრით. პირველ რიგში არ უნდა ამდენი ჯობია გააკეთოთ ოდნავ ნაკლები, მაგრამ ძალიან კარგად დაამუშავოთ. მეორე, ზედმეტად ხმარობთ მიმიკას. მიმიკა, ნებისმიერი ჟესტი, ეხლა ცოტა რეფლექსია გამომდის, მაპატიეთ, მაგრამ უნდა იყოს ერთი და ზუსტი. ბევრი არ უნდა იყოს, როგორც კი იმეორებ, ფას კარგავს. ერთი უნდა იყოს და ძლიერი. რიტმი, რომელიც თქვენთან რიტმი დაიბადა სადღაც უკვე იქ, აი, როდესაც შავი იმის უკან აღმოჩნდით. მანამდე ეს იყო დაგლეჯილი ნომრები, რომლებიც შეგიძლიათ გაერთიანოთ რიტმის სარდზე და ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ. ძალიან იმისთვის, რომ მიაღწიოთ ძალიან მაღალ შედეგს, იმიტომ რომ ბევრი მომივიდა. ჩვენ მოვისმინეთ ლექცია მაესტრო ჭოლასგან და ეხლა მისგან დავიწყებთ ტყენჭისყრას. გთხოვთ? დიახ. დადუკა. ორი კი ჩემგან. კი. 4 კი გაქვთ. გაგელობა. კონიკოს 4 კი და 100 მხიარულად გადავედით მეორე ტურში. ვიხარია რომ გადახვედით. გელოდებით შემდეგ ტურში და აბაწავით. კაი, მე წავიდე? გეშინია? არაფერი საჭირო არ აქვს. საჭირო. მე მიდიხარ და ამელუდი რა. აი ხან კარგები იყვნენ, ხან ძალიან ცუდები. დაუმუშავებლები არიან, მაგრამ რაღაცა რო შეუძლიათ კარგები იყვნენ, ფაქტია. ძალიან კარგები. სადაც ცუდები იყვნენ, ძალიან ცუდები. ამასობაში სცენაზე 3 უცნობი შემოდის. გამარჯობა. მოგესალმებით. უკვე საინტერესოა სახებს რომ ალავენ. პატარა სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის და ვცდილობთ რომ ყველა კარტი არ გადავშალოთ ახლა. სიურპრიზი მაინტერესებს და მოდი პირდაპირ დავიწყოთ. მოდი პირდაპირ დავიწყოთ. ჩვენც ეგ გვაინტერესებს. ნახებიჭი მოდი გიორგი, მოდი, გამოფხიზები. გარდა იმისა, რომ კარგად ნავარჯიშები ხართ, გოგო კარგად ნავარჯიშებია. აი რა, ამის გარდა რა ვნახე აქ? რა ნახე
ნახე ნანუკა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ნახე ის რომ ხალ შეუძლია ჩვენნაირი ტანებიდან გადაიქცეს ამის თანატანად ჩემნაირი ტანიდან შეუძლიათ გადავიდეთ და აქ ჭოლას ტანი დადგება ისე ტანად რა უნდა იქნა ხო არ გაიხდიდა ეს ხალი ან დუნდულებით ხო არ დაამტროდა დინამიკებს არა მე მგონი რონდომო და დაამტრევდა იცი რა მაინტერესებს სუქანი იყავი შენ თავის დროზე და მერე გახდი ესეთი თუ რა იყო აი მაინტერესებს ქონუხშკები ქონდა მუცაზე ხაჭაპურის ქონები და ნამწყვის ქონები ყველაფერი ქონდა როცა კაცების და ქალების სხეულები ნახევრად შიშულები კარგად ფორმირებული სცენაზე არის იქ ეროტიკის მოლოდინი არის და თქვენ ეროტიკა ამ ნომერში არ გქონიათ მეგობრებო which is not good. როგორი ეროტიკა გინდა ხაბა სხვა? ხა ბავშვებ გამომდინარე და როგორ რა ასაკის პუბლიკაზე საგნიკა? ამ პუბლიკისთვის არის ეროტიკა ზუსტად თორემ რაღაც დროს ჩემი ეროტიკაა. ნიკა ამ შენიშვნას გავითვალისწინებთ აუცილებლად. მე გეუბნებით კი ის თუ გაითვალისწინებთ მას. ყოლა რა სიტყვისა? მე რა ხმა ამოსაგები ახლა ამ შემთხვევაში. თქვენ რო გიყურებთ ცხოვრება აღარ მინდა და რა უნდა გითხრა? მე ხვდები რომ ვეღარასდროს ვეღარ გავხდები ესეთი და იქნებ გაკიდე წავიდე საერთოდ და აკუზამ აღარ დღეს გამემარ. მიუხედავად ამისა მეც გეტყვით კი ეს. ჩემთვის საინტერესო ესე დიდად არაფერი არ არის, შემდეგში მე ვიტყვი არის. ნუ შენი ხმა გადამწყვეტია ია. აი მეც ვიტყვი. ამიტომ და შემდეგი ტური. ემშვიდობებით. აი რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასეთი სხეულების ყურებას არაფერი ჯობია. მებო, ჯერესეთი გილოცავთ, ძალიან მაგარი ტანები კი გაქვთ თქვენ. მაგრამ რას საოცრება ხარ შენ მობრძანი ჩვენთან? ჩემპიონი ხარ შენ. ჩემპიონს ჩემი სავალი. აი მოხიბლულები ვარ თქვენი ნომრით მართლა. ხო, აბა ნახონ გეოდებით ჩემზე. გეოდებით რაღაცა გიჟობას. აბა თქვენ. აბა კარგი. რა კარგია რა არის რა მაგრანა ის რას გაშენ კიდე კაიტანზე ხარ მე რა გადავინაცვლოთ გუსტავში ავტოდრომზე შეკრებილ აუდიტორიას წინ კიდევ ერთი ექსტრემალური ნომერი ელოდება გამარჯობათ გამოიცანი რა გქვია რამდენი წლის ხარ გიორგი კირვალიძე 22 წლის და რას შეგვისრულებ დღეს რას გააკეთებ რას გვაჩვენებ გონკები იქნება გონკები უგიტარი გონკები იქნება გონჩი კარგი გვაჩვენე მაშ დავიწყოთ გავამხრევოთ მონაწილე გავამხრევოთ სად გაძვა შეხედე აი ეს კაცი შეიძლება სიტი პარკი დააჯარიმოს ა ჩემზე მოახდინე შტაბეჭება იმიტომ რომ ზოგადად ექსტრემალური რაც არის ყველაფერზე ვგიჟდები ბოლა იყო განსაკუთრებით თამბეჭდა არ ვიცი შეიძლება ძალიან ვერ ვერკვევი და იმიტომ მაგრამ მე ძალიან მომეწონა შენ გიჟდები ექსტრემალური აბა რა ყოველ ყურება უფრო ისა ექსტრემალური ბრავო ძალიან მაგარი გამოგივიდა და ყოჩამ ძალიან იჯერი კაცი ხარ ბრავო შესახედავად ყველაფერი იყო ძალიან დაძაბული, ძალიან ვინერვიული და ძალიან მაგარი ხარ, ამიტომ მე თქვენს ხარეს დავარ.
მე ვფიქრობ, რომ ბოლო ნამდვილად კარგი იყო, თუმცა ძალიან გაგიჭირდება თუ რამე განსაკუთრებული არ გააკეთე. ნუ მოდი გეტყვი კის, მაგრამ გაგიჭირდება ძალიან პირდაპირ. ანუ შენ გაქვს 1 კი, 2, 3 და რა თქმა უნდა კი. აბა შენიც. ესე რომ ბატარეები როგორი გემიერები სიმღერა. გამოხვდეთ ნიჭიერში. დაუბრუნდეთ ისევ დიდ საკონცერტო დარბაზში. სცენაზე გამოსასვლელად რუსთავიორის მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი სახე ემზადება. მე ვარ ინდირა ჯგერნაია, 22 წლის ქუთაისიდან. ქართულმა საზოგადოებამ გამიცნო პროექტი ჯეოსტარიდან. ინდირა ჯგერნაია! ჯეოსტარის შემდეგ რამოდენიმე წელი გავიდა. ჩავთვალე, რომ პროექტი ნიჭიერი იქნებოდა ახალი შანსი, რაღაც ახალი სიტყვა. ხო, სცენაზე. შენთვის უცხო არ არის სცენა, აბა მიდი მიგეშინია. ინდირა გამარჯობა. ნამდვილად ვერ კითხავ, ეხლა წარმოგვიდგინე შენი თავი თქო, იმიტომ რომ გიცნობ დიდი ხანია და პირადად მე გულშემატკივრობ ძალიან დიდი ხანია. ჯეოსტარშიც, ვოისშიც და ყველგან. მგონია რომ ძალიან კარგი მომღერალი ხარ, მაგრამ მოდი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასოს. გასაგებია რომ გვიმღერებ, უბრალოდ გითხარი რას გვიმღერებ. Whitney Houston-ის არაჩვეულებრივ სიმღერას I Look to You. ისმენ. As I lay me down, heaven heal me now. I'm lost without a cause. I'll give it its my own. Every wall that I'm taking, that's on my brain. No matter from the finger making, nothing to do but lift my head. I look to you. Don't come down, don't be down on me. Right this moment, I need you swollen, I need you set me free. Set me free with some battle. I need you, shine on me. Look to you. After all my strength is gone, yeah. You I can't be strong. I look to you. To you. ინდირა, მე მგონია რომ ასეთ ნიჭის ქონა არის პასუხისმგებლობაც და შენ გაცილებით უფრო მეც უნდა აკეთებდე იმისთვის რომ საზოგადოება ხედავდეს და გისმენდეს. და ძალიან მინდა რომ ეს პროექტი ნიჭიერი დაგეხმაროს იმაში რომ ის ადგილი დაიკავა რომელსაც იმსახურებ ქართულ მომღერლებში და მე მგონია რომ შენსავით საქართველოში ბევრი კი არა ძალიან ცოტა ადამიანი მღერის. შენ ეხლა აქედან რომ წახვალ, აღარ მოდუნდე, აღარ დაგეზაროს, ჩაწერე ახალი სიმღერა, გააკეთე პრემიერები, მოიტანე ჩემთან, წადი მაიასთან. უფრო მეტად ამოძრავდი და ნუ ცხოვრობ კონკურსიდან კონკურსამდე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ შენ რომ არ ჩანხარ, ეს არის აბსოლუტურად შენი ბრალი. შენი სიზარმაცის ბრალი და შენი ბრალი. ამიტომ რომ მე მაქვს იმედი, რომ შენ რომ აქედან გახვალ, აღარ გახვალ შემდეგ კონკურსამდე და მე გნახავ
დამირეკავ და მეტყვი ნანუკა სიმღერის პრემიერა მაქვს და მე სიტყვას გაძლევ რომ შენს აუცილებლად გექნება სიმღერის პრემიერა ნანუკას შორის და ამოძრავდი და მაგარი გოგო ხარ აქ რომ მოგესალმებით მინდირა შემოგვიფასო ძალიან მიხარია ვასწრები ნახვა და მე მახსოვ ხარ როგორც არაჩვეულებრივი განუმეორებელი დრამატიზმის შინაგანი ძალის მქონე ადამიანი და ულოცავ ჩემ თავს რომ ეს ამ ბედნიერებას კვლავ მომანიჭებ ამ პროექტში ძალიან ბედნიერად ხდება მე გეუბნებით ის მეც რა თქმა უნდა გეუბნებით ის აუცილებლად კი მინდირა ყველაზე უფრო მაგარ კის რაც აქამდე მithქვათ დიდი მადლობა მიხარდა დაიხარე ერთი არავის ეპარებოდა რომ ეს არაჩვეულებრივი გოგო კიდევ ერთხელ გაგვაუცებდა ყველას ნუ ხარ მოწყენილი გადასული ხარ შემდეგ ტურში და ყველაფერი კარგად მოდი გენაცვალე ინდირა დიდ სცენაზე ნიჭიერში დაბრუნდა რეკლამის შემდეგ რუსი გოგონების ეროტიულ ექსტრემალური დუეტი მაიმეჩუზო ნიჭიერის ყველაზე იდუმალი სტუმარი ესე გიჩვენებს სადიკიდა ძელფეხება გალიდა მე ველაპარაკე რაზე იჩხუბეს წამყვანი მოდი ადამიანი ბუქსი გასაუკუნეებში რომ 4 ცხენზე მიაბამდნენ კაცსა და გაგლიჯავდნენ შვაზე ეს თქვენთვის არაფერი არ არის ვის მოუხადა ბოდიში ნიკა გვარანი მე მინდა გოგოებს უთხრა პირველ რიგში რომ ძალიან დიდი ბოდიში აი ამის ანთებისთვის წინ ძალიან პატარა რეკლამაა თუმცა ამ დროში თავისუფლად შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე და ნახოთ უახლესი ფოტოები და ვიდეოები ნიჭიერის მეხუთე კასტინგი გრძელდება სულ ცოტა ხნის წინ თქვენ ნახეთ 17 წლის გოლიათი ექსტრემალური პარკინგი თუმცა წინ კიდევ ბევრი საინტერესო ნომერი გვეუბნება რუსი გოგონების ეროტიული დუეტი მაიმეჩუზო ნიჭიერის ყველაზე იდუმალი სტუმარი ადამიანი ბუქსი მანამდე კი ეს გრძელფეხება და ეფექტური გოგონა Сколько тебе лет? Подожди. По-моему, это неэтичный вопрос задавать женщине вообще. Знаешь, что? 21 век. Ты можешь сказать, что хочешь. Обмануть. 17? 17? Ой, какая хорошая. Нежный возраст. გამაუშვით ახლა ვანიკო И что вы будете нам показывать? ვანიკო Что вы будете Я делать? буду сегодня петь. Петь? ვანიკო არ უშვებს ხო ხედავ ესმის რა რთულია მაგრამ Ну, удачи. Спасибо. Камарджова. გამარჯობა Здравствуйте. представьтесь пожалуйста откуда вы Меня зовут Галина Ахаладзе. Грузинка наполовину. и живете Языка не знаю, к сожалению, Это но плохо. все впереди. это плохо но все впереди правильно вы откуда приехали Я приехала сейчас в данный момент из Китая. Из Я жила там Китая? 4 года, да. В чем приехала, так и пришла. вы так приехали прямо из Китая вы так были сидели в самолете Пришлось. не может быть Я знала, куда я еду, поэтому надо было успеть. бедный пассажир который сидел рядом бедный с вами китаец. ну давайте начинайте Спасибо. Я готова. я тоже This was never the way I played. Not my intention. I got so brave dreaming. Just my intention. I kissed them, I liked it. The taste of my change, I see. I kissed them just to try it. Hope my boyfriend don't mind me. It feels so wrong.
მადლობა გაქვს. ამისმინე ეს რომ გამოვა მე ველაპარაკებ არა გიორგი მე ველაპარაკებ მოდი ეძა моди Ну давайте я вам скажу свою позицию. У вас, в принципе, все есть. Есть и голос, и слух. С визуальной стороной тоже все в порядке. Но немножко плоховато со вкусом. Я свою позицию скажу. Айге. რა პრობლემა უნდა იყოს? Вы-то жили 4 года в Китае, но вы все-таки поете по-саратовски. Вы знаете, я на русском даже не пою вообще. Я понимаю, но вы поете не на русском, но вы поете по-русски, в манере русского попа, что очень плохо. Вы мне очень понравились, вы очень хорошая девочка, и мне очень понравились ваши колготки. Что за фирма? Китайские. Китайские, да, прекрасно, очень красивые. Очень. Колготками მომწონო. არა, კაი პრინციპი პრიალებს, შენ რო ხალი იყო, მივხვდებოდი რომ პრიალა колготкები ხალებს მოწონთ колготи. მომეწონა. Я могу вам устроить поставку. Пожалуйста, вот. ნუ გახდით ეხა ძალიან გან колготи. ეხა რო გაიხადოს და მოხდეს და 4 ზომით გზელი რო დიხნება, ეგეც წესი. Эна мцаре. Вы наполовину не грузинка просто, а гурика наполовину. Потом Ахаладзе это гурийская фамилия. Дело в том, что я тоже гуриец, понимаете? Это в корне меняет все. Мне кажется, что темперамент абсолютно гурийский, колготки китайские. И поете вы по-саратовски. Международный букет. Ну давайте голосовать. Я говорю да. 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 Гурия Колганда Колганда. Или Мадлова. ოთხი და ცელ ფეხება გალინას 4 პი. Дай пальцы. Прекрасно. Я поздравляю. Увидимся. Поздравляем. Да. Не надо. Он плохой, он очень плохой. Пойдем. Знаете, я тебе хочу сказать, знаешь что? დღე გრძელდება. Сейчас скоро будет выступать Дженовезе. И смотрим, кто будет болеть за того. სცენაზე გამოსასვლელად ოთარ გამისონია ემზადება და თავს იმხნევებს. Вообще уничтожеси. Дженовезе. და როგორი Дженовезе მე მეთქი. ნაღდი ალპაჩინოს. მეორე არ არსებობს აქ. Давай, чувак. ოთარი გამისონია 61 წლის ყველაზე უხუცესი მონაწილე ნიჭიერში. რითი გაგვაკვიროთ? Совершенно секретно. Но. Совершенно секретно. Но. აბა, გთხოვთ на сцену. გამარჯობა, ჩემო ბატონო. არ მოგიდგინეთ თქვენი თავი. მოგესალმებით ყველას. ოთარი გამისონია 61 წლის. ვაუ, მაგრად გამოიყურება. რას გვაჩვენებთ ბატონოთა? მე იუმორისტული სამაკ მუსიკალი, მაგრამ მუსიკა არ იქნება. აბა მუსიკალი როგორ უნდა გვაჩვენო? ალაჟინი ნიბივაეთ без выхода და რა ვიცი ახლა დარბაზს დაუჭიროთ მხარი ბატონოთა. Птица, птица, что господин лисицаво. დედას არის, кай ხასიათია, რაიერე, კაცი. Птица, птицаво, твой танец близицаво. Птица. Все сразу принесем, топорица, пилицаво. Дуба свалим, зуба скалим, скушаем тебя, швилицаво. Птица, птицаво.
არა გააგრძელეთ ბიარ და Უშენჭიგა შვილიცავო, პტიცა, პტიცა, პტიციცავო, უშენჭიგა პტიციცა, არ გინდოდა და რა? არ გინდოდა და რა? ბატონთან, ისე პროფესიით რა კაცი ხარ? ძველი ქუჩის მუსიკოსი, ძველი ნორმალური კაი ოთარე გამისონია. პროფესიით არის კაი კაცი. შავლე, ყვაიო, ჩორნაე ჩოხა. ვერ გავიგე ჟანრი რა არის ეს ყველაფერი. შინაარსი გაიგე. ვერ მივხვდი, მაგრამ რაღაცა რომ ხერხი ადამიანი ხარ და სტიმულს აძლევ თქვენი ასაკის ადამიანებს. მე ამიტომ გეტყვით კის. შემოგემროჩი მითან, მადლობა. აუცილებლად კი. ოთარი ბიჭია. დავა. ხოდიში რა. რა. ხოდი. არი ჩემი გოგო, ჩემი ლამაზი გოგო. აბადა. არა, ვერ არა. ნიკა არის გადამწყვეტი ხმა. აი ნიკა. ნიკოლოზ ბატონო. გამისონია კაცო. აულაბა მისონია. მე მგონია რომ ეს არ არის სასცენო ნომერი, ეს არ არის მით უმეტეს სატელევიზიო ნომერი, ამიტომ თქვენ გაქვთ 2 კი და 2 არა და ვერ გადახვედეთ შემდეგ. ახამდის მადლობა ბატონო. ლევან მადლობა. ჩიტო ჩიორას რუსულად შემსრულებელს 2 არა. რაო რას ვიქრო? რაო რა თქვეს? რა თქვეს და აქ არის მოდა კარგი. ჩვენში დარჩესო და 2 კი და 2 არაო. ამში თქვენ დიდი ხადრი გვაქვს, მაგრამ 2 კი და 2 არა. აი ბატონო. დიდი მადლობა. რა შობოდა კაცმა. რა შევბოდა მეც არ ვერ გავიგე, მაგრამ რაღაცა პტიცა რა. წიცა და სისატურა, ნანანანანანანა. მენე სისატურა, ნანანანანანა. სისა. სისატურა. სულ მალე ნახავთ ეროტიულ დუეტს და ნიჭიერის ყველაზე იდუმალ სტუმარს. როცა სტელში კონკურსანტებს შორის თავის რიგს ეს ოჯახი ცელოდება. ჩვენ არ თამოგიო და დაჩი ვართ თბილისიდან, ვართ ერთი პატარა ოჯახი, მოცეკვავეები. ბავშვიც ამას ცდილობს, რაღაცეებს აკეთებს. ნახოთ რა გამოგვივა, არ ვიცი. რა გამოვა? აბა ერთსული გვაქვს, როდის ვნახავთ მოცეკვავე ოჯახს. კი ბატონო და სცენაც გელოდებათ. აბა გიბრძანდით და წარმატებები. მიდი და შენ მაგარი ხარ. მოგესალმებით მეგობრებო. ვინა ხარ, საიდან მოხვედით და ეს საოცარი ქმნილება საიდან მოგიყვანიათ და რისთვის? თი ვართ მოცეკვავეები და გვინდა შემოგთავაზოთ ერთი ცეკვის ნომერი. მაგარია, აბა მიდით. მადლობა. მადლობთ. დაჩი საყვარელი ბიჭია. მოვიდა. ვაიმე რა სასაცილო მოწია. მაგარი კაცი ზან. მოიყვანეთ დაჩი, მოიყვანეთ. დაჩი მიდი ჟიურიში. ნუ რა კაცია.
მოდი დაჩი, მოდი. ბიჭო, როგორ ახარ დაჩი? აბა რა მე მინდა გითხრათ პირდაპირ უცმელად თქვენიც ეკვა კარგი იყო ეს ყველაფერი კარგი მაგრამ თავარი თქვენს ნომერში ერთმნიშვნელოვნად იყო დაჩი. იმიტომ რომ დაჩი არის ნიჭიერი ვუნდერკინდი, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვეუბნები ბევრ კის. ხო? და ცეკვით რამდენი ხანი ცეკვა დიდი ხანია? Că vin da vin mergi și dedică mamito კიდევ? Ai რა ერქვა იმას რაც გააკეთე სცენაზე? ბენდასი. როგორ? ბელი. ბენდასი. ბენდასი. ჯანიშალოვანია. და პირაფრო სულ იცევ. შემდეგ ტურში გინდა? რას გააკეთე? არაფერს არ. არაფერს თუ არ გააკეთე, ფეკრი არ იყო, შენ უნდა მოხვიდე. ხო, ნანუხა შოუში გინდა? კი. შენ მოიგე ჩემი გული. მკისკვას ვაპირებდი, მაგრამ ეხლა უფრო დამაჯერებელი კი შეიძლება. მეტის მოიგე. კი. მადლობა დედი. იგი გაიგე. დაჩი კარგად. რაკარი გოლშია. ზარმაზალო და ზარ კონტაქტები. მოცეკვავეების ოჯახს 4 კი. ყველაზე დიდი კი პატარა დაჩის. ფოიეში დიდი ამბებია. გაარიდეთ ბავშვები ეკრანებს. Я говорю, короче, мы Wild Girls приехали. Я говорю про Грузию. Все сначала. Всем привет, меня зовут Лена. Меня Альбина. Мы Wild Girls Show. Мы приехали в Грузию поучаствовать в шоу «Талант», чтобы удивить здешних мужчин тем, что мы умеем делать. Немножко сексуально. Совсем немножко. Ура! Откуда вы? Из Москвы. Из Москвы, да? Чё? А вы Мцхет видели? Мцхет, у нас город такой. Нет. Мы покажем. Мы поедем. У нас тур там будет. Да. Лубьяне туда. И Мцхета, и Джвари, и Хинкали, и сцена ждет вас. Ждет вас и удачи, детки, удачи. სცენაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი ამბები გეუბნები. ხო. აჰა, აგიჟდით ახლა, ხო? გამარჯობა. 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 საიდან შემოფართხალდით ჩვენს ბეთკრულ სინამდვილეში ესეთი ორი ლამაზი Мы не თემი. понимаем. Мы из Откуда? Москвы. И Мы приехали вас удивить. Большое спасибо вам. А чем вы занимаетесь? У нас силовая акробатика и немножко экстрима. Большое спасибо. С удовольствием посмотрим ваш экстрим. Зургиданაც კარგად ჩანა. Don't stop to dance. Don't stop today. You make that wiggle so hard. Now move around in your spot. Touch your butt. And hold your heads to the ground. Don't stop. ამ ხრიდან გასვლები შესაძლია. ეს ცეკვა. What's it? Rat. Santa Fulo, baba.
ესე გავაკეთებ. მაიმეშილო. Andre Castello. Don't stop today. რანაირად ხება? ბოთლი იცი როგორ არის? მისია. წვერი თუ ის არის? ანუ აბა, ნუ როგორ წესი. რა წესი? არის სპეციალ თეატრალური ბოთლებია. Don't stop to dance. Don't bottom-მა იგულავა ძმაო. Don't stop to dance. Большое спасибо, вы нас, меня, во всяком случае, вы удивили. И это было очень профессионально сделано, очень хорошо. Спасибо. Спасибо вам. Я буду голосовать за вас с одним условием. Если вы не выйдете замуж в Грузии. Потому что я этого не перенесу. А что вы будете нам предлагать в следующем туре, если вы будете... Что-нибудь более экстремальное. У нас Следующем есть туре? еще гвозди. У вас еще есть гвозди? Да, девочки, очень интересный был номер, конечно. Вы настоящий талант. Приятно, спасибо. И очень красивые. А что у вас там нарисовано, я так и не поняла. Нет, здесь. Орхидеи. Дикая, наверное. Да, это было очень красиво. Спасибо большое. Мне это очень понравилось. Вы нам тоже. Спасибо. Спасибо вам огромное. Спасибо большое. У вас, насколько я понимаю, 4 «да». მოკლედ არ დაზოგეს გოგონებმა თან, არც სხვა ორგანოები და 4 კიც მიიღეს. Давай поехали сейчас на цвета, там лобияне, там курицы жареные. Телефончик дайте, там запишите телефончик. Ესე იგი ღმერთო. Გიორგი, დავედი. ნახომდეს. გოგონებო, მოუთმელად დაგელოდებით მეორე ტურში. შენა, ისა. ია. გვოზდებზე რითი დაждდებიან? განიცდი მაგათ ამბავს როგორ დაждდებიან? არა. ვერ ვიტანე გეცუნებს. თავი ამათ კი ამ სუნმა კაცო რა არის ეს? ოჰო. ასეთი იდუმალი სტუმარი მიჭერს არასდროს ხოლმე. დამიჯერე. აუ დროზე ქენით არ შემიძლია ამ სუნის ატანა რა დავიტანჯე. თუდად ვარ მე. გამარჯობათ. გთხოვთ. მე ძალიან მინდა რომ უკვე დავაჭირო. უკაცრავად აქეთ გამოიხედეთ. ბრძენო კაცო. დაგველაპარაკები? ლაპარაკი არიცით? გოგო, არ ლაპარაკობს, რა გაუწყალეთ საქმე. გამოიგდო მხარი, გაანებეთ თავი. გესვრით იმ ჯოხს ბოლო-ბოლო. კაი, დაიწყე კეთება ჯადოსი, მიდი.
გასაგებია. Nice. ინაღამ ჩამოვარდა იმ ჯოხიდან. მადლობა, ჩააქრეთ გაიტანა. ჩააქრე ისუნი გეხვეწები რა. ჩააქრე ისუნი ცუდად ავარ. მორჩა ამბავი. მე შეგიჩვენე. ახდება კი არა. აი ამიტომ რამ სიმძივეა. წადი აქედან. წადი აქედან. წადი აქედან. ასე გააცუცურა და ვანიკომ ყველა. აგამიკეთ ამ ნაზირავა, რა. ამდენი ხანია ვდგეორ ვიღაცა წინდა და თუმე თვითონ დავიდა. გააცუცურა და რა. გავაცუცურა. ვინ იყო ეს ჩემბერზეროიდი? 5 წელი როცა იქნებია. მე რა გეტყვი? კი ვიფიქრე ვანიკო სადახარ გამოდი მეთქი და თურმე ეს არ არის ვანიკო. არ შენ არიცოდი? რეკლამის შემდეგ სცენიდან ახსნილი სიყვარული. თქვი ერთ ადამიანს რომელიც დარბაზში იქნება ეხება. რავაგაია. ადამიანი ბუქსი. შუასაუკუნეებში რომ 4 ცხენზე მიაბამდნენ კაცსა და გაგლიჯავდნენ შვაზე, ეს თქვენს არაფერი არ არის. ვის მოუხდა ბოდიში ნიკა გვარანი. მე მინდა გოგოებს უთხრა პირველ რიგში რომ ძალიან დიდი ბოდიში აი ეს ანთებისთვის. ხოლმე და სანამ რეკლამა იქნება, შევიდეთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე, მე და ვანიკოს იქ ვიქნებით და ვისაუბროთ გასულ ნომერზე, ხო? მოდი. ნიჭიერის კასტინგი გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ ეროტიული დუეტი. ექსტრემალური პარკინგი. ბოდიბილდერების ტრიო. თავარი კი წინ გველოდება. ადამიანი ბუქსი. ულამაზესი გოგონების ანსამბლი ლილე. ვის მოუხდა ბოდიში ნიკა გვარანია. მე მინდა გოგოებს უთხრა პირველ რიგში რომ ძალიან დიდი ბოდიში აი ეს ანთებისთვის. სცენაზე გამოსასვლელად ბიტბოქსერი ბიჭი ემზადება. მისი აქ მოსვლის მიზანი მხოლოდ 4 კი არ არის. 1 2 3 დავიდა. აბა გამარჯობა. არ მოგიდგინეთ თქვენი თავი. ლაშა ხვედელიძე 18 წლის რუსთავიდან. რაც გვაჩვენე? ვაკეთებ ბიტბოქს. უძღვნი ერთ ადამიანს რომელიც დარბაზში იმყოფება ახლა. სცენაზე ამოიყვანე და ხელით ხოვე. ჯერ ადრე. კაი. აბა ნახოთ, საძის ის ერთია? საძის. იქ. აბა სიყვარული დაინტერო და გინახოთ. აი გოგო კუთხეში. ნოკლეთ ნახოთ რას მიუძღვნი ახლა. ვაი, კარგად იმღერე იცოდე. თუ რაღაცა იბუთქავე თუ რა ქვია. ჩვენ ვიკრავენ აპლოდისმენტები. მადლობა. არ იყო საჭირო, რა საჭირო? დილოცავ იმ ადრესატო ვინც ახარ არ ვიცი. ვინ არის, მაგრამ არაჩვეულებრივი მოძღვნა იყო ესა და მივეცავ. მე ცოტა ნებას ველოდით სარგეთით, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ აუშვებს. მე ვფიქრობ, ერთი მაგარი საქმე უკვე გააკეთე.
ეხლა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოხვედი და კიდევ ერთხელ ფაქტურად ამით უთხარი რომ გიყვარს, როგორც მე მივხვდი. ეს უკვე კარგია. გამოვიდეთ, სად არის ის გოგო? სად არის ის გოგო? მოდი. მოდი. გოგო მოდი. გოგო მოდის. გოგო. აი გოგო ძას. შენ რა ქვია სახელი? ნათია. ნათია, მოგეწონა? კი, ძალიან. აჰა, მოგეწონა. რა ვქნა, გადავიყვანო? რა თქმა უნდა, კი. ჩოლასგან დავიწყოთ ხმის მიცემა. ჩემ გამწია. მე არ შემიძლია არ დავთმო ჩემი ყველა პრინციპი იმ არაჩვეულებრივი არსების გამო, რომელიც თქვენ გვერდს იმშვენებთ. კი. მე რატომღაც მგონია რომ უფრო მეც მოიტან შემდეგ ტურში და ამიტომ მე გეუბნები კი ის. ბიტბოქსერმა რომ თავი მომაწონოს, მე პირადად უნდა გააკეთოს ძალიან მაგარი პერფორმანსი. ეს არ იყო ძალიან მაგარი პერფორმანსი. მე ვერ ვხედავ ამის განვითარების პერსპექტივას და გეუბნები არას და ეხა გადაწყვიტოს იამ შენი ბედი. შეხა პასუხისგებელი იცოდე რომ ლაშა მაგრა გამოვიდა შემდეგ ტურში და ვამბობ კის. მადლობა. გოგომ გადაგარჩინა. იას გადამწყვეტი კი და შეყვარებულებს კიდევ შევხვდებით მეორე ტურში. ახედავ პირდაპირ მიდიხარ ზაქში თუ ასე რა, თქო ჯვარი უნდა დაიწყოს. უკვე გოგომ გადაგარჩი. მოდი. მე რეებს იზავს, არ მოგიდგენია. გამარჯობა ქალბატონო, თქვენი სამეუღლეო გავიცანთ ალბათ. ფილარმონიაში აწუხა ბოლოს და ბოლოს, ეგრე ხო არ არის? გოგო, ძალიან მომხიბლავი გოგო. როგორ დარწმუნებული თავის თავში პატრონი. ამასობაში ნიჭიერში ნამდვილი ბოშები მოვიდა. მამა და შვილი. Шамоев Михаил Михайлович, Шамаева Рима Михайловна, это моя дочка. 14 лет цыгане меня забрали, и вот в каких ансамблях только не было. Так как я один ее воспитал, без матери, да, ей было 2,5 годика, я ее взял на сцену, потому что некому было оставлять, чтобы кто бы смотрел, я не мог работать. И научил танцевать, она начала танцевать, и вот пошло и пошло. Гамарджобат. Добрый вечер. Представьтесь, пожалуйста. Мишель и Рима Шамо. Я отец, она дочь. Что Если вы она говорите? дочь, я отец. Точно. И что вы нам покажете сегодня? Я хочу сначала поприветствовать вас, пожелать вам счастья, здоровья и цыганской горячей любви. Спасибо огромное. И удачи всем остальным. Спасибо. А то, что мы будем петь, сейчас будет песня цыганская «Саре Патря». Это в переводе «Я гадаю на картах». Песня про то, что она, короче, гадает на картах сама себе, боится, что замуж никогда не выйдет. Да, а что Обязательно делать? выдадим замуж Да. за Грузину. Прошу вас, начинайте. Ось ты! Ну! Айда, красавица, где ты там моя? Чи! Джеру, малый! Айда, красавица! Ну! Красия, чавалы! Помогайте, чавалы, помогайте! О! Вот это другой. Ну, Любочка, красавица! ვარა ლამაზად ჩაგდა. Патря, царе юнэлбэ, царе южа, ючая, дай-дай-дам, дай-дам, бари-дари-дам, дарай-дам,
Кошти! Чикре старица, ну! Тяну, мама, тя! Кошти! Все быстрее! Еще! Ай, да! Чик! Ай, щу! Ай, да молодец, красавица! Ай, да молодец! Гиждеби Бошен. Я вам скажу, что я не согласен с текстом вашей песни. Потому что невозможно, чтобы такая прекрасная девушка не вышла замуж. Конечно. Если бы у меня был сын, я бы выкрал у него у вас. А у вас нету сыновей? К сожалению, у меня дочка. У меня маленький. Ну мы подождем. Рима, Да, подождешь? давайте. Рима, цветы. Рима. Так, я тоже говорю, что замуж выйдешь тебе всего 18 лет. Еще вся жизнь впереди, правда же? Конечно. ამ სიმღერამ გამახსენა ჩვენი ბავშვობა, აი ესეთი ფილმები რო იყო, ბოშა და ბანაკი ცას მიემგზავრება და ასე შემდეგ. ძალიან რომანტიული იყო. თუ შემდეგ თუში გადახვალთ არა? ნამდვილი ბანაკი მოიყვანეთ ბოშათა, თუ შეგიძლიათ. დაგავარილись? Договорились. ძალიან არტისტული გოგოა და თქვენც აი ძალიან მაგარი კონფერენცია ხართ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. Спасибо огромное. მე გეუბნებით კი ის მოხდა. Спасибо. 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 ღიარულმა მამაშვილმა ჩვენ ცეცხლოვანი ბოშური განწყობა დაგვიტოვეს. 4 კიც მიიღეს და გაუდგნენ გზას ბანაკისკენ. სულ მალე თქვენ გაიგეთ ვის მოუხადა ნიკა გვარამიან ბოდიში. მე მინდა გოგოებს უთხრა პირველ რიგში რომ ძალიან დიდი ბოდიში აი ამ სანთებისთვის. მანამდე კი გადავინაცვლოთ რუსთავში. სადაც ავტოდრომზე გამოსასვლელად ადამიანი ბუქსირი ემზადება. Здравствуйте. Здравствуйте. Представьтесь, пожалуйста. Норик Яжян. Очень приятно. И что вы нам показываете сегодня? Буду таскать эту машину, 5 машину. Один? Да. Хорошо, начинайте. Желаю удачи. Спасибо. ვაიმე. სასიკვდილო ნომერი. დაიწყო. ეს არ გაიმეოროთ სახში. დაიჭრა ყველა. ვაიმე. უნდა გაიგლიჯოს ეს. Аса აპარატი. მეშინი. შუა საუკუნეებში რომ 4 ცხენზე მიაბამდნენ კაცსა და გაგლიჯავდნენ შუაზე, ეს თქვენთვის არაფერი არ არის. ინკვიზიცია ყოფილა არაფერი ამ კაცისთვის. არაფერი და მაშინ უნდა დაბადებულიყავით თქვენ. А ну вы как трос, там натяжение на вас, да, сильное? Вы человек буксир, как я понял. Почти так. Хорошо, тогда я, в принципе, за вас болею. Спасибо. Да. Да. Я тоже скажу да, конечно. მეც გეუბნებით კის და გაქვთ 4 კი და გადადიხარ შემდეგ ტურში. Спасибо. ადამიანი ბუქსირი მეორე ტურში. Поздравляю. Я думал, тебе больше я тебя не увижу. Все нормально тут? Маргарита. Девчонки, ждем. Давай. Удачи. დავბრუნდეთ თბილისში. წინ ენერგიული ნომერი გველოდება. თქვენ ვართ თბილისიდან, ჯგუფი ზმეს, ცეკვა ჰიპ-ჰოპ.
ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე გოგონები ძალიან მოტივირებულები ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვართ პირველები გოგოების ჯგუფი, ვინც ცეკვავს ჰიპ-ჰოპს და ამ პირველობას არავის არ დავათმობთ. გოგონებო, გამარჯობა. მოგესალმებით და რას წარმოადგენთ? ჩვენ ცეკვავთ ჰიპ-ჰოპს. დავიწყოთ. Tell the DJ turn it up, better DJ bring it back. Tell them play that shit again, tell them that you like that line. DJ turn it up, better DJ bring it back. Tell the DJ turn it up, better DJ bring it back. Tell the DJ turn it up, better DJ bring it back. Tell them play that shit again, tell them turn up the bass. DJ turn it up, better DJ bring it back. Tell the DJ turn it up, better DJ bring it back. Tell the DJ turn it up, better DJ bring it back. Tell them play that shit again, tell them that you like that line. DJ turn it, DJ turn it, DJ 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 up the PS and turn up the Bitches play that back 'cause they know I'm the front man. Put me on $1 'cause I'm who they trust in. We always, 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 I bet you up. ძალიან მაგარი გოგოები ხარ. მადლობთ. ჩვენიერი სინქრონი, კარგი ენერგეტიკა მოდიოდა, ილეთები იყო დახვეწილი. ოჩახ, ნამდვილად ძალიან კარგები ხართ. მე ძალიან მომეწონე. რაც არის კარგი, ეს არის ის, რომ ყველას ძალიან დადებითი აურა გაქვს და დარბაზი აკყავთ. ეს ნამდვილად. თან ყველას ერთად კი არა, მხოლოდ ცალ-ცალკე თითოეული თქვენგანი არის ძალიან კარგი ენერგეტიკის პატრონი და ცეკვავს კარგად. კარგები ხართ, იყო ენერგია, იყო სიტყვა მოდური დრაივი, მე დღეს ხარს ავარ და ხარს დაგიჭირე. მადლობთ. მაშანსე, მოდი კენჭი ვყაროთ. ნიკა. კი. ჭოლა. კი. ნანუკა. კი. და რა თქმა უნდა, ჩემგანაც კი. მადლობთ. მადლობთ. ენერგიულ ხიარულ გოგონებს 4 კი. როგორც ჩანს, ისინი არც მეორე ტურში დათმობენ პირველობას. დღე დასასრულისკენ მიდის. კულისებში ბოლო კონკურსანტების ჯგუფი ლილე ემზადება. ვაა, რა ლამაზი გოგონები არიან, მობძანდი, ფერიები. ვაა. მოგესალმებით ჩვენიერო გოგოებო, შეგიძლიათ დაიწყოთ. დამთავრდა. კარგი, ხახო რა არის?
რატო გაჩი? ცოტათი აირია. ყველაფერი კარგი, მშვენივრად გამოიყურებით, მაგრამ რა ვერ გავიგე, იცით, რატო იყო ეხა ეს გამორჩეული ნომერი? აი რა. არის. ეგ რა არის? ეგ რა შეიძლება? რამდენადაც ვიცი ჩვენმა ბლოგერმა იცის, ხო? ჟესტების ენა. მაკა, თუ შეიძლება რომ გამოხვიდე და გითხრა, ან გოგოებს გააგებინა რას ვამბობთ? მაკა, მე მინდა გოგოებს უთხრა პირველ რიგში, რომ ძალიან დიდი ბოდიში აი ამის ანთებისთვის. იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა თუ ადამიანებს მუსიკა არ ესმოდა და ესეც ეკვავდნენ. მგონია რომ ასეთი საოცრება, მე მგონი არც მე და არც დარბაზში მყოფ ადამიანებსაც არ უნახავ. მართლაც ეს იყო აბსოლუტური სიურპრიზი და ნამდვილად ფერიები ხართ და რა ვიცი, აი მართლა საოცრება იყო და ოჩა. მაგრები ხართ, იმიტომ რომ აესე იღიმით, იმიტომ რომ ბედნიერებას ასხივებთ, იმიტომ რომ ცეკვავთ. მაგრები ხართ, იმიტომ რომ აქ მოხვედით. ძალიან ლამაზები ხართ, არაჩვეულებრივები და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ. მე ვიტყვით ის. ეს ვამბობ ის. კი. მე გაქვთ 4 კი. და გადასული ხარ შემდეგ ტურში აუცილებლად. დილეს ულამაზეს გოგონებს ნამდვილად გამოუვიდათ ჩანაფიქრი. მათ დაამტკიცეს ის, რისი დამტკიცებაც სურდა. თავარია მიზანი და წარმატება აუცილებლად მოვა. ასე დამთავრდა ნიჭიერის მეხუთე კასტი. არა, ვიფიქრეთ, კაცო, რაღაცა ნიტოთ მიდი, რაღაცა ვერც ეყვავე, რაღაცაში ასაკი. გრამამაზები. ლამაზი გოგოები, ეგ უნდა მეთქვა, რა კარგები ხარ, რა კეთილი. იყო პროსტა, ჩაულებრივი.